ქრისტე აღდგა მეგობრებო, მადლობა რომ გვიყურებთ. ახლა გექნებათ იმის საშუალება რომ მოისმინოთ ძალიან საინტერესო პოდკასტი ჩვენ სტუმართან ნინი რომაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. და როგორც ყოველთვის არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი YouTube არხის, Facebook-ის და Instagram-ის. Stay tuned. რა თქმა უნდა, პირველი კითხვა ჩემი ნინისადმი იქნება რატომ ამერიკა? გთხოვ მოგვიყვე როგორ მოხვდი ვირჯინიაში საქართველოდან მოკლედ. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ულამაზესი სტუდია გაქვთ და მეც გილოცავთ მეგობრებო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ხოლო რაც შეეხება ჩემს გზას ამერიკაში, ჩემი ამერიკაში გადმოსვლა უკავშირდება ჩემს პირად ცხოვრებას. Why America? ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის არის პირადი ცხოვრება. ოჯახის შექმნა და პირდაპირ კავშირში არის ჩემს შემთხვევაში ვირჯინიაში იმიგრირებასთან, თუმცა ეს გზა, რომელიც საკმაოდ ესე მარტივად ჟღერს, თლად ასეთი მარტივიც არ ყოფილა. მე ჩამოვედი fiancé visit, რომელიც არის ეგრეთ წოდებული საქმროს ან საცოლის მოწვევა, უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, თუმცა იქამდე ვცადებ თქვა ტურისტულ ვიზაზე ორჯერ ბედი, ორივეჯერ სამწუხაროდ უარით დასრულდა ჩემი ეს მცდელობა და საბოლოოდ უკვე fiancé visit ჩამოვედი 2024 წლის მარტში ვირჯინიაში. ხო, ესეც საინტერესოა ნინი, ანუ როგორც გადაწყვიტე რომ ჩამოსულიყავი შენს ასე ვთქვათ მეორე ნახევართან ამერიკაში, თავიდან ტურისტული ვიზა ცადე და შემდგომ უკვე დაიწყეთ საიმიგრაციო პროცესი, ხო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გადის ამ გზას და საინტერესოა. კი, თავიდან როდესაც მე ტურისტულ ვიზაზე ვცადე ბედი, მაშინ ჯერ მეორე ნახევარები არ ვიყავით, მაშინ მხოლოდ ახალდაწებული გქონდა ურთიერთობა, თუმცა რატომაც არა მინდოდა მეცა და ვთქვათ ჩამოსულიყავი ისე როგორც მართლა ტურისტი, დამეთვალიერებინა აქაურობა, გამეცნო უფრო ახლოდან ამერიკა და ასე შემდგომ და შევიტანე საბუთები B1, B2 კატეგორიის ვიზაზე საქართველოს საელჩოში, თბილისში. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვიზა ვერ მივიღე. შემდგომ მქონდა უკვე მეორე მცდელობა, თუმცა მეორე მცდელობის დროს უკვე ამერიკაში მქონდა ონლაინ სამსახური და ვფიქრობ ამან განაპირობა გარკვეული კითხვის ნიშნები დასვა და ამან განაპირობა უარი და უკვე საბოლოოდ მივმართეთ საიმიგრაციო ვიზას, fiancé ვიზას, როგორც უკვე ვახსენე, ეს არის მოწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საცოლეს ან საქმროს აქვს ამერიკის მოქალაქეობა და სურს მას ქვეყნის გარეთ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ მოიწვიოს, ჩამოიყვანოს, ანუ ამერიკაში მისი მომავალი მეორე ნახევარი. მე როგორც ვიცი, ნინი, მწვანე ბარათის მფლობელებიც იწვევენ ასე ერთ-ერთი. დიახ. კი, მწვანე ბარათის მფლობელების შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად არის საქმე. fiancé ვიზას მე მგონი ვერ გააკეთებენ. ამ შემთხვევაში შეიძლება ოჯახის გაერთიანების кейს მიმართონ და ანუ თუ უკვე ხელმოწერილი გაქვს და თუ უკვე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებით, აი ამ შემთხვევაში შეგიძლია უკვე შენი უკვე ან მეუღლის, ან ასევე ვთქვათ პირველი რიგის ნათესაობის დედის, მამის ჩამოყვანა, თუმცა ეს გარკვეულ ძალიან დიდ დროსთან არის დაკავშირებული და მე ვიცი კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ვთქვათ 20 წელიც კი დასჭირდათ ამ кейსის დასამთავრებლად და ვთქვათ თავიანთი ნათესაობის ამერიკაში ჩამოსაყვანად. შემთხვევაში ტაიმლაინი დრო საკმაოდ ხანმოკლე იყო დაახლოებით საბუთების შეტანიდან დაახლოებით 1 წელი, 11 თვე და რაღაც რამოდენიმე კვირა დაგვჭირდა რომ ეს პროცესი ვთქვათ დამთავრებულიყო და მე უკვე ვიზა ხელში დამეჭირა. და ამ პროცესის გამგზაში ვინც გეხმარათ დაუშვათ ადვოკატი ამერიკაში. გითხრათ, ჩვენს შემთხვევაში საკმაოდ მარტივი кейსი იყო და ამიტომ კი ადვოკატს რა თქმა უნდა გარკვეული რჩევები ვკითხეთ და ეს მთლიანი кейსი შევაფასებინეთ და შევავსებინეთ, თუმცა შემდგომ პერიოდში უკვე პირველადი кейსის შეტანის შემდგომ ამ პროცესს ჩვენ თავად ვმართავდით და ასე რომ ვთქვათ, კი, თავად უძღვებოდით. ჩვენიერი, კარგი мотиваცია მათთვის, ვისაც თვითონ უნდა რომ გააკეთოს ეს პროცესი. კი ბატონო, კი, სავსებით დასაშვებია, კი. რა თქმა უნდა, შესაძლებელი. და გაიგო. კი, გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა. შევსება ამ кейსის ფასიანი, აქ ამერიკის ელჩოში შეტანა ფასიანია, შემდგომ გასაუბრებაზე მოსაკრებელს ისე ვიხდი, მოსაკრებელთან ერთად საჭირო გარკვეული სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც ასევე ფასიანია და ნუ სხვადასხვა ეტაპებზე, სხვადასხვა საბუთების შეგროვება, მობილიზება და ერთ ფაილად მოგროვება, ასე რომ ვთქვათ. არის ხირებულება, ასე ვთქვათ, აი საქართველოდან ამერიკამდე fiancé ვიზის. fiancé ვიზის
ღირებულება თუ თქვათ ჩავთვლით ჩვენ აქ ამერიკაში кейსის შევსებას და შემდგომ უკვე ყველა საქართველოში დარეგისტრირებას და ასე შემდგომ ვფიქრობ დაახლოებით $2500-მდე მერყეობს ეს მთლიანი პროცესი. ბილეთი არ გულისხმება. ბილეთი ცალკე რა თქმა უნდა. ხო, საკმაოდ ითანხებთან, თუმცა ეს რა თქმა უნდა ვერ შეედრება არალეგალურად თქვათ იმ ამერიკაში ჩამოსვლას, რომელიც შეიძლება ათეულობით $1000-იც კი დაჯდეს. ნუ უკვე შეუძლებელია. და უკვე შეუძლებელიც არის კი სამწუხაროდ. შვენიერი. ახლა რა მაინტერესებს ნინი? როგორც ვიცი, საქართველოში გვაქვს სამედიცინო დამთავრებული და შენი პროფესიით მუშაობდი კიდევაც ხომ და ასე აპირებდი გაგრძელებას ამ გზის. აი, როდესაც აპირებდი უკვე გადმოსვლას ამერიკაში. აი, რა ფიქრები გქონდა? იქაც უნდა გავაგზავნო მაშინვე მუშაობა დავიწყო თუ აი რა ასე ვთქვათ, სად იყო შენი გონება ამ დროს და მე როგორ გაგრძელდა აქ? სიმართლე გითხრათ, კი, როდესაც უკვე ჩვენ მე და ჩემმა ახლა უკვე მეუღლე გადავწყვეტეთ და მივიღეთ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მე ვაპირებდი ამერიკაში გადმოსვლას, რა თქმა უნდა, წინასწარ ვეძებდი ყველანაირ ინფორმაციას, როგორ შემეძლო ჩემი კარიერის გაგრძელება ამერიკაში, რა დამჭირდებოდა ამისთვის, რომ თქვათ ესე ჩემი მთლიანი სწავლა არ ჩამყუროდა წყალში და ასე შემდგომ. და ცხადია, ვაპირებდი და ვაპირებ ახლა და მოკლედ ვეძებდი ინფორმაციას წინასწარ. ცხადია, ამ ყველაფერს ამ სწავლას წყალში არ ჩავყრი და აქაც ვაპირებ, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიით კარიერის გაგრძელებას, აწყობას და პირველ რიგში დაწყებას, იმიტომ რომ ფაქტობრივად ნულიდან მიწევს აქ დაწყება კარიერის და რა თქმა უნდა ამაზე მუდმივად მქონდა ხოლმე ფიქრები, ინფორმაციის მოძიება, გაკითხვა, მეგობრებთან დაკავშირება და ასე შემდგომ. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რთულია, თუმცა არა მიუღწევადია. სავსებით შესაძლებელია. ბევრი ჩემი მეგობარი ვიცი, რომელიც თქვათ ჩემთან ერთად სწავლობდა, ჩემი კურსელები იყვნენ და დღეს უკვე ისინი ამერიკაში მოღვაწეობენ. თავარი ამისთვის არის ის, რომ და რაც მე თქვათ ხელს მიწყობს, არის ის, რომ ჩემი უნივერსიტეტი არის აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, აკრედიტაცია აქვს, შესაბამისად ჩემი დიპლომი, რომელიც საქართველოში ავიღე, ის აქაც გამომადგება. ნინი, ეს და რო დავაკონკრეტოთ, სახელმწიფო უნივერსიტეტია თუ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი მაქვს მე კონკრეტულად დამთავრებული. თუმცა საქართველოში კიდევ რამოდენიმე სამედიცინო უნივერსიტეტია, რომელსაც ასევე საერთაშორისო აკრედიტაცია გააჩნია და არის კერძო უნივერსიტეტები რამოდენიმე, რომელსაც ეს აკრედიტაცია სამწუხაროდ არ აქვს. ამ შემთხვევაში ეხლა არ მინდა. ჰიპოკრატეს უნივერსიტეტია, რომელიც ჩემი სტუდენტობის დროს დაიკეტა. კი, არსებობს ბევრი კი, რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტია. რამოდენიმე უნივერსიტეტი არის, მოკლედ, რომელიც აკრედიტირებული არ არის ეს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანია, კი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მოუწევთ, რომ აქაური ან ნებისმიერი სხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტისგან წარადგინონ, თქვა დიპლომი, რომელიც თავიდან რო გაიარონ ეს 6 წელი ეს მოუწევთ? შეიძლება 6 წელი არა, მაგრამ გარკვეული კრედიტების, კი, გარკვეული კრედიტების დაგროვება მოუწევთ, რაც მე ფაქტობრივად აღარ მჭირდება. მე უკვე დიპლომი ხელში მიჭირავს. ეხლა ვთქვათ, მე რაც დამჭირდება იმისთვის, რომ აქ გავაგრძელო ჩემი კარიერა, ეს იქნება ამ დიპლომის აღიარება, რომელიც საკმაოდ მარტივია. ხო, გადათარგმნა და ნუ ჩემ შემთხვევაში გადათარგმნაც არა, იმიტომ რომ ინგლისურადაც მაქვს დიპლომი და შემდგომ USML-ის გამოწვდების ჩაბარება. ეს არის ყველაზე რთული პროცესი. USML-ის გამოწვდები ეს არის ამერიკაში ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო სალიცენზიო გამოწვდები, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, იმისთვის რომ გახდე რეზიდენტი. საჭიროა მოკლედ USML-ის 3 სტეპის ჩაბარება. პირველი სტეპი ეს გულისხმობს თეორიულ გამოწვდას, მეორე სტეპი ეს არის უკვე თეორიულ გამოწვდას დამატებული პრაქტიკული გამოწვდა და მესამე სტეპი მთლიანად პრაქტიკული გამოწვდა, რომელსაც შეიძლება რეზიდენტურის ბოლო წლებში ან რეზიდენტურის დამთავრების შემდგომაც კი ჩაგაბარებინონ. დამოკიდებულია შტატზე და იმაზე თუ რომელ კლინიკაში გადიხარ ამ რეზიდენტურას. რეზიდენტურის გამოწვდების ეს USML-ის გამოწვდებიც ფასიანია და არც ისე ხელმისაწვდომია, თქვათ, ნუ ეხლა საქართველოს მოსახლეობისთვის გულისხმობ, დაახლოებით თითო სტეპი $1000-მდე მერყეობს, თითო სტეპის ჩაბარება და ნინი, ბოდიში, შენ თქვი რომ მესამე სტეპი შეიძლება რეზიდენტურის აი დამთავრების დროს შესაბამისად აი როცა დაწყება კიდე რეზიდენტურის მხოლოდ პირველი და მეორე სტეპის ჩაბარება არის mandatory, ანუ აუცილებელი, რომლის გარშეც USML-ს ვერ ჩააბარებ. ნუ ვერ გაივლი ფაქტურად რეზიდენტურას ამერიკაში ამის გარშე. რამდენჯერ შეგიძლია აი წელიწადში ერთხელ ორჯერ ტარდება? წელიწადში ერთხელ, კი, წელიწადში ერთხელ შეგიძლია და შეგიძლია სცადო, ზუსტად არ ვიცი არის თუ არა ამაზე შეზღუდვები, მაგრამ შეგიძლია რამოდენიმეჯერ სცადო მოკლედ შენი ბედი.
შემდგომ უკვე თუმცა ეს აქ არ მთავრდება თამთამ სამწუხაროდ იოსემელის გამოცდების ესეთი მარტივი რო იყოს კი ჩაბარების შემდგომ უკვე შენ შეგაქვს შენი CV ასე რომ ვთქვათ ეს იოსემელის გამოცდების შედეგები შენი CV შენი გამოცდილება შენი აპლიკაცია დიახ თლიანი სხვადასხვა კლინიკებში, ანუ იქ კონკრეტულად სადაც გინდა რომ შენ გაიარო რეზიდენტურა, ანუ რა პროფესია გინდა, რომელი მიმართულება გინდა, რომელი კლინიკა გინდა და ასე შემდგომ და იქ უკვე ხდება matching, ანუ შედარება, რა არის ამ კლინიკის თქვათ მოთხოვნა, რა არის შენი პორტფოლიო, რა როგორი ფაილი გაქვს, რამდენად აკმაყოფილოთ დიახ მათ მოთხოვნებს და შემდგომ ხდება მოკლედ ეს შედარება და ამის შემდგომ გირჩევენ უკვე რეზიდენტურის პროგრამაში. ეს შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ვთქვათ სავსებით სხვა შტატშიც აღმოჩნდეს, სხვა ქალაქში აღმოჩნდეს, ამერიკა ძალიან დიდია, 50 შტატია, როგორც მოგეხსენებათ და შეიძლება ეს ავსებით სხვაგან მოგიწიოს გადასვლა ამ რეზიდენტურის პროგრამის. სადაც შეიტანა ალბათ, ხო, აპლიკაცია. კი, რა, სადაც შენ დაიტან, თუმცა აქ მინდა აუცილებლად ვახსენო, რომ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება ამერიკის კურსდამთავრებულებს და ამერიკის მოქალაქეებს, მოკლედ ასე რომ ვთქვათ. რას გულისხმობ? ალბათ იმიტომ რომ მათ ანუ ეს ძირითადი განათლება რაც აქვთ ისიც ამერიკულ ფორმატზე აქვთ მორგებული საფუძველი სხვა აქვთ მოკლედ რომ ვთქვათ ასევე რამდენად განსხვავდება ბოდიში შეგაწყვეტინე საკმაოდ განსხვავდება მათ საქართველოშიც გვქონდა ჩვენ ამერიკული პროგრამა ჩემს უნივერსიტეტს მაგალითად ქონდა იყო ორი მიმართულება ქართული მედიცინის ფაკულტეტი რაც მე მაქვს დამთავრებული და იყო ამერიკული პროგრამა რომელიც გაცილებით ძვირი ღირდა თუ ჩვენი იყო თქვა სახელმწიფო და 2250 ლარი ღირდა თქვა იქ სწავლა მათთვის ვისაც დაფინანსება არ ქონდა ამერიკულ პროგრამაზე დაახლოებით 8000 თუ 10000 ღირდა სწავლა თუმცა ის პროგრამა მეტად უფრო გამზადებდა ალბათ USML-ის გამოცდებისთვის უფრო მეტად იყო მორგებული ამერიკულ სტანდარტებს ევროპულ სტანდარტებს და სწავლების პროგრამაც ნუ სწავლის საგნები არა მაგრამ მიდგომა პროგრამა და სილაბუსი ასე რომ ვთქვათ განსხვავებული იყო მორგებული იყო უფრო ამერიკულ სტანდარტებს ხო და აქაც ახლა ამერიკაშიც როცა აბარებ რეზიდენტურას კი უპირატესობა ენიჭება თაქაურ კურსდამთავრებულებს აგრეთვე იმიტომ რომ ვთქვათ USML-ის ჩაბარების დროს მარტო გამოცდებს არ ექცევა ყურადღება, ანუ გამოცდაზე შეიძლება ძალიან მაღალი ქულა აიღო, მაგრამ სხვას შეიძლება ვთქვათ შენზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება ქონდეს ამერიკაში, ნამუშევარი ქონდეს იმ სტუდენტობის დროს რაღაც ამერიკულ კლინიკაში და ეს მათთვის ძალიან დიდი პრივილეგიაა, იმიტომ რომ მათ ფაქტიურად ერთი ნაბიჯით წინ არიან შენზე თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული. კი, ან მეტი კი, გააჩნია რამდენ წლიანი გამოცდილება აქვთ და ამიტომ აქაც ცოტა ძნელია, ვთქვათ, ემიგრანტების ბედი სამწუხაროდ. თუმცა არ არის შეუძლებელი მეგობრებო, სავსებით შესაძლებელია, მთავარია მონდომება, მთავარია შრომა და ყველაფერი არის მიღწევად. კი ბატონო. იცი რა მაინტერესებს ნინი? ეხლა იმათთვის, ვისაც რეზიდენტურა უკვე დამთავრებული აქვს საქართველოში. აი მათ რას ურჩევდი, რა უნდა და ვისაც უნდა რომ ჩამოვიდეს ამერიკაში და გააგრძელოს თავისი პროფესია. რა უნდა გააკეთო, რა უნდა გაითვალისწინო? რაგზაელით წინ რაგზის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მეგობრებო საქართველოს რეზიდენტურა ამერიკაში საერთოდ არ მოქმედებს ზეგავლენა არ აქვს მე ძალიან ბევრი ადამიანი ვინც უკვე არამხოლოდ რეზიდენტურა ქონდა დამთავრებული არამედ შემდგარი ექიმი იყო თავიანთი პაციენტები ყავდათ თავიანთი კლინიკები თუ არა ოფისები ქონდათ საქართველოში და ამერიკაში რომ ჩამოვიდნენ ეს გზა ფაქტურად ნოლიდან დაიწყეს. ამერიკაში ექიმი რომ გახდე და ექიმის ლიცენზია რომ აიღო, აუცილებელია რომ გქონდეს ეს USML ჩაბარებული. აქ არ ექცევა ყურადღება შენ ვინ იყავი შენს ქვეყანაში, რაც წარმოადგენდი, რა განათლება გქონდა და ასე შემდგომ. კი ბატონო, თუ ჩააბარებ USML-ის გამოცდას, გაივლი აქაურ რეზიდენტურის პროგრამას კი ბატონო მოგცემენ ლიცენზიას და შეგიძლია აქაც თავისუფლად გახდა ექიმი. თუმცა ეს გზა არალიცენზირებულმა, დამთავრებულმა, არადამთავრებულმა ყველამ უნდა გაიაროს მაინც. ვაუ. და რამდენი წელია რეზიდენტურა? რეზიდენტურა დამოკიდებული არის მიმართულებაზე, რა მიმართულებას აირჩევ და ეს შეიძლება იყოს 3 წლიდან 10 წლამდეც კი, ვთქვათ ქირურგიული და ვიწრო სპეციალობები, განსაკუთრებით ქირურგიული სპეციალობები შეიძლება 7-დან 10 წლამდე გაგრძელდეს. თერაპიული მიმართულებები უფრო მოკლეხნიანია და დაახლოებით მინიმუმ 3 წელი აქაც გჭირდება. მინიმუმ 3 წელი. მინიმუმ 3 წელია კი. ესე
იგი საკმაოდ შრომატევადია. კი, საკმაოდ შრომატევადი, დროში გაწელილი და თან საპასუხისმგებლო. ნუ შესაბამისად თუ მართლა არ გინდა და არ ხედავ შენს თავს ამ პროფესიაში წინასწარ რაღაც კვლევა არ ჩაატარე, ასე ვთქვათ, რამდენად გიღირს ამ გზის გავლა. კი, ნამდვილად ესეა, თუმცა თამთა მინდა გითხრა, რომ ეს აპირებ თუ არა ამერიკაში წამოსვლას, ექიმება ისეთი პროფესიაა, რომ საქართველოშიც ძალიან შრომატევადია, იქაც ბევრი დრო გჭირდება, იქაც ბევრი სწავლა გჭირდება და ეს ყველაფერი ყველა, თქვათ, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანს წინასწარ უნდა ქონდეს გააზრებული. მე მაგალითად, როდესაც ვირჩევდი ამ პროფესიას, ეს ყველაფერი არ მქონდა თავიდან ბოლომდე გააზრებული. მე ჩემი პროფესია ავირჩიე, უბრალოდ იმით, რომ აი სკოლაში მაგალითად ქიმია და ბიოლოგია ძალიან მიყვარდა და ამ საგნებში ძალიან ძლიერი ვიყავი. ისე კიმის ძლიერი, სამედიცინოზე ხომ არ ჩააბარა. კი, საკმაოდ პოპულარული სფერო იყო. ხო, არა, ანუ სისხლის დანახვაზე ვერა. კი, საკმაოდ პოპულარული იყო ჩემ დროს. ეხლა მაგალითად სამწუხაროდ ისეთი რეალობა დადგა საქართველოში, რომ აი ექიმის შრომა, ექიმის პასუხისმგებლობა, ვფიქრობ, არ არის დაფასებული არც მატერიალურად და არც უკვე, ვთქვათ, არამატერიალურად. ანუ იყო დრო, როცა ვთქვათ, ექიმს შეიძლება არ ქონდა ეხლა ისეთი ხელფასი, როგორც ამერიკაშია, მაგრამ ვთქვათ, სახელი ქონდა. რაღაც პრივილეგია ქონდა საზოგადოებაში, ვთქვათ, ისეთი იყო, ანუ თუ ექიმი იყავი, საზოგადოებაში უკვე დაფუძნებული ქონდა მისი ადგილი. დღესდღეობით ეს უკვე აღარავის აღარ აინტერესებს. დღეს ექიმი რას გულისხმობ? ავტორიტეტი? ავტორიტეტი, კი, ექიმი რო ხარ, ავტორიტეტი გინდა არ გინდა, ავტომატურად გიმაღლდება. ესე იგი, შენ ჭკვიანი ხარ, რაღაც განათლებული ხარ, პასუხისმგებლიანი ხარ, სერიოზული ხარ. ამას ნიშნავ და ადრე. თუმცა, ეხლა მინდა თქვა, რომ ჩემ დროს ეს უკვე ასე აღარ არის. ჩემი მეგობრები, ვთქვათ, ჩემი ახლობლები, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები, ვინც აირჩია სამედიცინო, არც ერთს არ აურჩევია სამედიცინო, იმიტომ რომ ვთქვათ, ავტორიტეტი ქონოდათ. რაც შეეხება მატერიალურ სფეროს, ანაზღაურება აი მართლა სასაცილოა საქართველოში ექიმების. არ შევადარებ საერთოდ ამერიკას. აქ ეხლა მაგალითად, არა, მაინც შევადარებ, მოდი. აქ მაგალითად, კი, ექიმის თერაპევტის არ გულისხმობ ქირურგს და ესეთ ადამიანს, რომელსაც ვთქვათ, უწევს ძალიან რთული შრომა, თერაპია. თერაპიული მიმდინარეობა, ვთქვათ, პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი და ასე შემდგომ. მათი წლიური საშუალო ხელფასი, არა მაქსიმუმი, იწყება $200,000-დან. წელიწადში ამერიკაში შტატის მიხედვით. მაშინ როცა საქართველოში შეიძლება იყო ძალიან ცნობილი წარმატებული კარდიოლოგი, თქვათ, და შენი თვიური ხელფასი იყოს $1,500-2,000 ლარი. ნუ წელიწადში რამდენი გამოდის, ხო? ანუ 20,000-დან თქვათ 30,000 ლარამდე გქონდეს შემოსავალი წლიური. როცა ზუსტად იგივე შრომა ჩადეს სწავლაში, იმდენი წელი ისწავლე, იმდენი პრაქტიკა გაიარე, რესურსი ჩადე, ენერგია ჩადე და ნუ აი ესე დაუფასებელია, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, საქართველოში. როგორც სხვა ბევრი მიმართულება, აბსოლუტურად. ამდენად ასეა. ისე მაინც არიან ახლა საქართველოში ისეთი ექიმები, ქირურგები განსაკუთრებით მგონი არიან ცნობილები მით, რომ საკმაოდ ბევრი ფულია, ასე ვთქვათ, კარგ საკითხები. ხათ მასიც არ არის, ხო? არა, ფლად მასიც არ არის. მე საშუალო სტატისტიკურად ვსაუბრობ, თორემ კლინიკის მფლობელებს, ხო, ეცაც არ აქვს ლეგასი, მამა, დედა არ ყავდა ბები. კი, ბები და ეს შთამომავლობით დატოვებული სახელი, ასე რომ ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა არიან, იქაც არიან ქირურგებიც არიან და კარდიოლოგებიც არიან, ვთქვათ, მე კარდიოლოგის მაგალითი მოვიყვანე და კლინიკის მფლობელებიც არიან, ასობით $1,000 დოლარიც აქვს შემოსავალი, ვთქვათ, წლიური და მეც მახსენდება ახლა ჩვენთან ექიმები და ასე შემდეგ. ძალიან მისაღებია, უნდა კონდეს ნამდვილად. მე ახლა არც ერთ პროფესიას არ ვაკნირებ, მაგრამ ექიმობა, ნუ მე რაც შეხება მქონია, ისეთი საპასუხისმგებლო სფეროა, რომ კი უნდა კონდეს. კი. ნინი, რა მაინტერესებს იცი? გარდა ექიმობისა, სხვა რა შეიძლება უფრო მარტივად გასაკეთებელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შე დაამთავრე ეს 6 წლიანი საქართველოში, ჩამოხვედი და ნუ ვფიქრობ ახლა ეს კიდევ ამდენი წელი აქვს ვისწავლო, თანხებზე არ გვისაუბრია, რეზიდენტურა რა არის დაახლოებით რა ღირებულების არის, თუ შეგიძლია სტიპენდიის მოპოვება, ესეც რომ გითხრა რამდენი რთულია აქ და თან რომ მივაბათ იმ თემას, თუ არ შეგიძლია ამ გზის გავლა ხო, ფიზიკურად, ფინანსურად, მენტალურად, ასე შემდეგ, რა შეიძლება გააკეთოს სხვა მედიცინის მუშაკმა? კი, მედიცინის მუშაკმა, კი, ამერიკაში. პერსონალმა. ისე ამ სფეროში დარჩეს, მაგრამ ცალკე წელი. კი, აქ მაგალითად რომ ჩამოვედი, ჩემთვის საკმაოდ გასაოცარი იყო ის, რომ მაგალითად რადიოლოგია
აი თქვათ ეხოსკოპისტი, რადიოლოგი ადამიანი, ვინც აკეთებს თქვათ ეხოსკოპიებს და ასე შემდგომ, არ მოიაზრება როგორც ექიმი. ანუ მათთვის არსებობს ცალკე კურსი, რომელიც არის დაახლოებით 2 წლიანი, ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ბევრად უფრო ნაკლებად შრომატევადია. შეგიძლია გაიარო მოკლედ ეს 2 წლიანი კურსი და დასაქმდე ამ მიმართულებით. ანუ ამ 6+2, ხო? ხო, ეს 6 წლიანი დიპლომი პლუს 2 წელი აქ ამერიკაში. ანუ მე არ გჭირდება USML-ის გამოცდები, არ გჭირდება თქვათ ეს 5 წლიანი კიდევ რეზიდენტურა, პირდაპირ ჩააბარებ ამ 2 წლიან პროგრამაზე და ამ 2 წლიანი პროგრამის გავლის შემდგომ შეგიძლია გახდე უკვე თქვათ რადიოლოგი. ასევე ცოტა განსხვავებული მიდგომა არის აქ აი ექთნებთან და ექთნის დამხმარეებთან ხო, nurse practitioner, ან მაგალითად NP nurse practitioner, რაც არის ამერიკაში, nurse practitioner-ი არის დაახლოებით იგივე, რაც საქართველოს შეიძლება იყოს ექიმი. დაახლოებით იგივე გამოცდილების ადამიანია და დაახლოებით იგივე კვალიფიკაციის. ნუ ერთადერთი ის არის რომ თქვათ კურნალობას და კურნალობის დროს და პაციენტის მართვის დროს იმდენ პასუხისმგებლობას არ იღებს, რასაც ექიმი. თუმცა პაციენტთან ჩვეულებრივად ხო, ისო, მეც მქონია. კი, პაციენტთან ჩვეულებრივი იგივენაირი შეხება აქვს, რაც ექიმს. Nurse practitioners ან ექთნის შემთხვევაში სხვანაირად არის საქმე. ანუ შენი სამედიცინო განათლება არ გადგება და ის კი არა, თუ თქვათ აქ უკვე ექიმი ხარ, შენი ექიმის განათლებაც არ გადგება. ანუ ექთნისთვის ცალკე პროგრამები არსებობს ამის თქმა მინდა და იმ ცალკე პროგრამების გავლას გთხოვენ. ანუ ექთანი რო გახდე საქართველოში მაგალითად მე ექთნად მიმუშავია. მიუხედავთ იმისა, რომ სამედიცინო სტუდენტი ვიყავი და ექთნის არანაირი დამატებითი პროგრამა გავლილი არ მქონდა, ექთნად მაგრამ მოიაზრებოდა ასე ვთქვათ, რომ თუ სამედიცინოზე სწავლობ, ხო, ექთნის აი რაღაც ელემენტარული манипуляციების გაკეთება, წამლების დოზირება და შემდგომ ეს ყველა სამედიცინო სტუდენტმა იცის. აქაც ასეა. თუმცა აქ ექთნებს კიდევ დამატებითი ფუნქცია მოვალეობები და დამატებითი ცოდნა მოეთხოვებათ, რომელიც მხოლოდ იმ საექთნო კურსებზე ისწავლება. ეს საექთნო კურსები სხვათა შორის საკმაოდ პოპულარულია ემიგრანტებისთვის და საკმაოდ მისაღებიც, იმიტომ რომ ფასებიც ნაკლებია, ანუ რაც თქვათ, უნდა ჩადო შენ სწავლაში, დროც უფრო ნაკლები გჭირდება, შეიძლება ეს კურსი იყოს 1 წლიანი და 2 წლიანი და ასე შემდგომ, გაჩნია რა მიმართულებას აირჩევ და უფრო ხელსაყრელია, მოკლედ ასე რომ ვთქვათ. მეც გამახსენდა ახლა ჩემი რამდენიმე ნაცნობი მეგობარი, ვინც ჩააბარა სხვათა შორის ისინიც იურისტები იყვნენ და ჩააბარეს აქ რეგისტრირებული. კი, პროფესია შეიცვალეს, ხო, საერთოდ. კი, ჩააბარეს გამოცდა, რა თქმა უნდა, ახლა დიდი შრომაა და სწავლა ასე შემდეგ ჭირდება დრო დაუთმო და ახლა მუშაობენ. როგორც ექთნად, კი. კი, სავსებით მისაღებია. ნუ ეს თუ პროფილის შეცვლა თუ არ გინდა, თორემ ისე ყველაფერი შეგიძლია ადამიანმა გააკეთო. ამერიკა ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა და მეც მაგალითად აგერ აქ ჩამოსვლის დროს კიდევ ერთი პატარა იდეა დამეფა. ამაზეც შეგვიძლია. ამაზეც ვისაუბროთ, კი, აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიის მიტოვებას კი, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ხო, საინტერესოა ეს მართლა. ხო, ჩემი მეგობრების მაგალითს მოვიყვან. ვინც თქვათ ემზადებოდა USML-ისთვის სამედიცინოზე სწავლის პერიოდში, ვინც თქვათ მობილიზებული იყო, იცოდა, რომ აი მე რეზიდენტურა უნდა გავაგრძელო ამერიკაში. სხვანაირად წარმართეს მათ თავიანთი ცხოვრება და თავიანთი სტუდენტობა. მე მაგალითად ამერიკაში გადმოსვლა, აი დაახლოებით ბოლო 2 წელი მქონდა უკვე დარჩენილი, რომ გადავწყვიტე და მაშინაც არ ვიცი რატო, მე მგონი ვიზარმაც არ დავიწყე USML-ისთვის მზადება, მოკლედ რა თავის დროზე. ხო და ეს რომ დამეწყო, ახლა უფრო გამიმარტივდებოდა ალბათ აქაური გამოცდების ჩაბარება და სხვა ყველაფერიც და თუ ვთქვათ აი ხო ადამიანი შეიძლება იყოს უკვე შემდგარი, უკვე მუშაობდეს, უკვე რაღაც თავისი სახელი ჰქონდეს და მოუწიოს რაღაც მის დაუნებურად ამერიკაში გადმოსვლა და კი რა თქმა უნდა ვეღარ ისწავლის ახლა ამდენი წელი ვეღარ ისწავლოს, მაგრამ კი აქაც არის ბევრი საშუალება იმისა, რომ პროფესიას არ მოწყდე და საკმაოდ კარგი ხელფასით ჰქონდეს. ნუ ექთნობა მეგობრებო აქ სხვათა შორის საკმაოდ დაფასებული პროფესია და საათობრივი ანაზღაურება ხა რო გითხრათ, მაგალითად ჩვენ შტატში მე რაც შეხება მქონია და რაც გამიგია, $40-დან იწყება. არ არის ცუდი ხელფასი. საათში $40-დან, კი. და რადიოლოგებს მე მგონი ცოტა ნაკლები აქვს, რაღაცა შემხვდა ამის. კი, მე მგონი ცოტა ნაკლები, მაგრამ კი, ოდნავ ნაკლები, კი, რადიოლოგიაც ხო, იმასაც გააჩნია რისი, თქვათ, აქ კიდე მოდი ესეც ვახსენოთ, რომ საქართველოში ექიმი თუ ხარ, ხალხს გონია რომ ყველაფრის ექიმი ხარ. აქ ძალიან ვიწრო სპეციალობის ექიმები არიან. აი მაგალითად რადიოლოგიაში ეხოსკოპისტი ავიღოთ. ადამიანი თუ აკეთებს ეხოსკოპიას, არის ცალკე
ფარისებრი ჯირკვლის ცალკე, გულის ეხოსკოპისტი ცალკე, თქვათ ორსულების ნაყოფის ეხოსკოპისტი ცალკე. სამართალში ასე კი, საკმაოდ ვიწრო სპეციალობით არიან აქ ადამიანები დასაქმებულები თავიანთ სფეროში და მე ძალიან მომწონს მაგალითად ეს ყველაფერი. ვიწრო სპეციალობაში მეტი დრო გაქვს და მეტი რესურსი რომ უფრო განვითარდე და შენს სფეროში ძალიან ძლიერი იყო, ვიდრე ის რომ ეხა თქვათ ფარისებრი ჯირკვლის, გულის, კუჭის, ელენთის ყველაფრის ანატომია და ყველაფრის მორფოლოგია კარგად იცოდე და ყველაფრის ეხოსკოპიებს აკეთებდა ერთი ადამიანი. კი, მეც მომწონს ეს მიდგომა. ნუ ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე, აქ ესეც ხო არის, ხო? კი, რა თქმა უნდა. ბევრი ფაქტორია რაც ამას განსაზღვრავს. კი. სამართალშიც ასე არის, რომ თუ ხარ მაგალითად საიმიგრაციო იურისტი ხარ მხოლოდ იმიგრაცია, შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ საქმეებს აკეთებდე და ან თუ ხარ აქ ოჯახში. და კითხვებიც რომ დაგისვა, შეგიძლიათ უთხრა რომ არ ვიცი და კი, ეს ჩვეულებრივი ამბავია და საქართველოსთან რომ დაგირეკავენ და არჩევებს რომ თქვენ და თუ ეტყვი რომ არ ვიცი და იქ მორჩა. შენი რეპუტაცია კარგი სპეციალისტი. ამან რაიცის რა ხდება ამერიკაში. ხო, აი თქვა და კარდიოლოგიას რატო ამოვიჩემი არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი საყვარელი სფეროა ჩემი მაგალითად კარდიოლოგია ხარ და ვიღაცა პედიატრიულ კითხვას გისვამს, უნდა იცოდე, რატომ არ იცი? ისე ეს მე მგონი მაინც ქართული მომენტია, არ ვიცი სხვა ეროვნების ხალხს აქვს თუ არა ამერიკაში. ეს ჩვენთან ესეა დადგენილი. ძალიან გვეუხერხულება, თქვა არ ვიცი, ყველაფერი ვიცი. ყველაფერზე პასუხი გვაქვს. კი, ეს რაღაცა ერთგვარი კომპლექსივით არის, კი. აქ არ არის ეგრე არა, ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ საზოგადოებას რაღაც ესე ასე თქვა გავალდებულებს თითქოს, ხო, წნეხია რომ როგორ თუ ახლა შენ იმ სფეროში ხარ და ამაზე პასუხი არ გაქვს. და მაშინ იარლიქს მოგაკრავენ რომ ესე არ არის კარგი სპეციალისტი კი. პროფესიონალი. აქ ეგრე არ არის. აი მაგალითად რამოდენიმე დღის უკან პედიატრთან გვქონდა ვიზიტი. აქ სხვათა შორის პედიატრთან ვიზიტები არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გჭირდება და თუ რაღაცა ჩვენება აქვს ბავშვს. თუ ცუდად არის ბავშვი, ხო, რაც საქართველოში ასეა ვთქვათ, ხო? აქ პედიატრთან ვიზიტი ყოველ რამოდენიმე თვეში ერთხელ გიჯავშნის თვითონ ექიმი, რომ ბავშვის უბრალოდ ზრდა განვითარება შეაფასოს. ანუ well child visit ასე ქვიან. კარგად მყოფი ბავშვის ვიზიტი, მოკლედ პირდაპირ რომ გადავთარგმნოთ. და ძალიან მომწონს. და აი ეს well child visit გქონდა და რაღაც ესეთი კითხვა დაუსვი პედიატრს და გადამამისამართა მაშინვე დერმატოლოგთან. მის კომპეტენციას არ ეხებოდა მოკლედ. ნუ ძალიან მარტივი კითხვა იყო. მეც კი გქონდა პასუხი, მაგრამ მაინც გადავამოწმა და გადამამისამართა დერმატოლოგთან. ასეა, ყველა შემთხვევაში ასეა, ყველა სპეციალისტთან ასეა და ჩემთვის ეს ყველაფერი მაგალითად მისაღებია. კი, მეც ძალიან მომწონს და ნინი, იქ ჩვენთან რატომ არ არის ეს ვიზიტები განსაზღვრული? გაიდლაინები არ გვაქვს ამის თუ უბრალოდ იგნორს უკეთებთ ამას? კი, გაიდლაინები არ გვაქვს. ქართული ჯანდაცვის სისტემის გაიდლაინებში არ წერია, რომ ეს well child visit-ები თქვათ ან პედიატრიას რაც ეხება. კი არის იქაც ზოგიერთი თქვათ მიმართულება, რომელიც არის ადამიანის ესე ვთქვათ სხვადასხვა დაავადებების აღმოფხვისკენ მიმართული პრევენციული კი აი ეს პრევენციული ვიზიტები კი იქაც არსებობს და აცრებიც არსებობს და ყველაფერიც არსებობს მაგრამ არა ვთქვათ პედიატრიაში რაც მე შეხება მქონია როგორც აქ არის კი გასაგებია ეხლა ცოტა მაინტერესებს შენი მენტალური სიტუაცია შენი როდესაც გადმოხვედი ამერიკაში და ახლა შეიძლება თავიდან არ გიწყევს ყველაფრის დაწყება, მაგრამ მაინც ასე შეიძლება ხო ჩაითვალოს დიდი გზა უნდა გაიარო, ბევრი შრომა უნდა ჩადო. აი გულწრფელად რო გითხრა, ეს როგორი შეგრძნება? თან თუ გავითვალისწინებთ შენს სიტუაციას, ხო ყველა ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში არის და იმან იქიდან უნდა განსაზღვროს, ხო? მისი გადმოსახედიდან კი მას რამდენად უღირს ამ გზის გავლა. აი შენი პერსონალური ისტორია რომ გითხრა, როგორ გზნობ მართლა თავს შინაგანად და აი რა შეგრძნებები არის? მიუხედავად იმისა, თამთა რომ მე გადმოსვლა დაგეგმილი მქონდა, ეს ყველამ კარგად იცოდა, მეც ჩემი გზა ვთქვათ ვიცოდი რა უნდა გამევლო, ეს არ ყოფილა ვთქვათ უეცარი გადაწყვეტილება, არ ყოფილა ესეთი მოვალეობების გამო მიღებული გადაწყვეტილება, ვთქვათ მატერიალური ან ასე შემდგომ, ეს იყო უბრალოდ ჩემი პირადი ცხოვრება, რომელმაც მოიტანა ასე რომ უნდა გამოსულიყავი, კარგი ამბავი, გავბედნიერდი და ჩამოვედი ამერიკაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველი რამოდენიმე თვე ჩემთვისაც კი იყო ძალიან რთული, მენტალურად ძალიან რთული. საქართველოში როცა ვიყავი და ვემზადებოდი
ველოდებოდი აქ ჩამოსასვლელად, სხვანაირი განწყობა მქონდა, აი ძალიან ველოდებოდი, ერთი სული მქონდა, აი მეთქი როდის ჩავალ ამერიკაში, როდის დამთავრდება ეს ჩვენი დისტანციური ურთიერთობა, excitement-ი კი აღფრთოვანება იყო, ინტერესი იყო, დიდი მოლოდინი იყო. აქ რო ჩამოვედი რა თქმა უნდა ეს გრძნობები ეს ერთბაშად არ გამქრალა, მაგრამ აი უფრო მეტად წინა პლანზე წამოვიდა მონატრება, რაღაც პატრიოტიზმი, უფრო მეტად შემიყვარდა თუ არ ვიცი რა მოხდა ჩემი ქვეყანა, უფრო მეტად მინატრებოდა ყველაფერი, აი თბილისის საცობებზეც კი თანახმა ვიყავი, ოღონდ დაბრუნებული ვიყავი. ხო, აი ძალიან ემოციური იყო კი. დღეში არ ვიცი ალბათ 10 ჯერ ვrეკავდი სახლში, ველაპარაკებოდი ყველას, მეგობრებს, ნათესავებს. საკმაოდ რთული იყო, საკმაოდ რთულად გავიარა ეს პერიოდი, თუმცა არ დამჭირდა დიდი ხანი, ანუ ამ ყველაფრისთვის ეს რაღაც მონატრების ნოსტალგიის პერიოდი გამიგრძელდა რამოდენიმე თვე და აი ყველაზე ზაფრად და ეს მკაფიოდ მახსოვს პირველი 3 თვე, როცა ძალიან მიჭირდა მოკლედ აქ ყოფნა და ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ მე არ მქონდა ჯერ კიდევ green card-ი, ანუ ეს როცა ფინანსე ვიზით ჩამოდიხარ, კიდე სხვა პროცედურები არის საჭირო რომ გაიარო, რომ მე green card-ი აიღო და შეძლო უკვე მოგზაურობა შენ სამშობლოში და აი ეს ფიქრები, რომ აი ჯერ არ მაქვს green card-ა, ვერ შევძლებ საქართველოში ჩასვლას, როდის მოვა ეს დრო, როდის ავიღებ ამ საფუძს, როდის წავალ უკან, როდის ნახავ ჩემს საყვარელ ხალხს, ეს ყველაფერი ამძაფრებდა უკვე უფრო მეტად ამ ყველაფერს. მაგრამ 3 თვის შემდგომ უკვე მივეჩვი აქ ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა, ძალიან კარგი ქართული community, ქართული ჯგუფი დამხვდა, რომელიც მაშინვე გავიცანი და ამ ყველაფერმა ასე თუ ისე გადამატანინა. ამას ემატება ისიც, რომ თქვათ ჩვენი შტატი აი რაღაცნაირად წააგავს თითქოს საქართველოს განსაკუთრებით და დასავლეთს ამინდები, ხო, ჰავა ამინდები, რომ დავრეკავდი ხოლმე საქართველოში, აი ჩვენთან ეხლა წვიმს, ჩვენთანაც წვიმს. ეს რაღაცა უფრო მიადვილებდა ასე რომ თქვათ ადაპტაციის პროცესს, თუმცა მარტივი არ ყოფილა და მე წარმოდგენაც არ მინდა იმ ხალხის ემოციური განწყობის შესახებ, ვინც თქვათ შვილებს და ან ოჯახის სხვა წევრებს ტოვებენ, ისე ქვრებს, ცოლებს, ასე შემდგომ და ემიგრაცია უწევთ იმის გამო, რომ თქვათ რაღაცა მატერიალური სარგებელი მოიპოვონ, ან ასე შემდგომ. ამ ადამიანებს მართლა ძალიან დიდი respect ჩემგან. ხო, კი. ძალიან რთული, იცი რა ეს საინტერესო, აი რამდენი სტუმარით ჩემთან ხო დაიწყებს ამ ემიგრაციაზე საუბარს და აი პირველი თვეები და რომ შევდივარ თამაში და აი მაშინვე მეც რაღაცნაირად აი ხსემლები მადგება ხო ძალიან ემოციური ხო არ ხარ პირველი სტუმარი ვისაც ვისმენ და არც პირველი ადამიანი ვის ისტორიასაც ვისმენ და აი აქ რაღაცნაირად განსაკუთრებულად მაწყობა ემოციები და თან მე ჩემი მდგომარეობა მახსენდება და კი, საკმაოდ ემოციურია და ძალიან დიდი ისეთი მენტალური მზაობა გჭირდება, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. და ეს გადალახო მოკლედ ეს რთული პერიოდი. კი ბატონო, თან ახლა შენ ოჯახი გყავს და ეს კიდევ უდიდესი ძალა არის. ხო, ეს ამან გამიმარტივა, კი, ამ ყველაფერმა გამიმარტივა, ძალიან გამიმარტივა. ვინც მარტო არის ამათვის ნამდვილად ჩვენ არავის რა თქმა უნდა არ ვუკეთებთ როგორ ვთქვი, დემოტივაციას. ხო, დემოტივაციას, რომ აი არ ჩამოხვიდეთ თუ არ დაისახოთ სწავლა აქ და ცხოვრება მიზნად, არა, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ, კი. მე გარკვეულწილად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მელოდა, მამზადებდნენ ამისთვის. მაგრამ ანუ რეალობას როცა და შენ რას ეტყოდი? საქართველოს მოგენატრება, აი აქედან რო წახვალ აქაურობა მოგენატრება რაღაცას რო დავიცოცხლე. მე დააფასებ უფრო მეტად. მე ინატრებ აქ ყოფნას, მე ეს რაღაცები და მე ვამბობდი რომ არა, ოღონდ წავიდე, ოღონდ დამთავრდეს ეს ჩემი დისტანციური ურთიერთობა. და თურმე კი. არა, თურმე კი. და ხო, მე ყველას არ ვიცი მომავალ ემიგრანტებს ან ადამიანებს, ვინც თქვათ გეგმავს ამ გზის გავლას. ვურჩევდი რომ მოკლედ ეს ყველაფერი წინასწარ გაიაზრონ, მენტალური მზაობა ასე თუ ისე გამოიმუშაონ და მხოლოდ შემდგომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია. არ შემიძლია არ დაგეთანხმა რთულია, მაგრამ ასევე არის ძალიან აჯილდოებს ამერიკა იმ ადამიანებს, ვისაც რაღაც გეგმა აქვს, მიზანი აქვს, უკვე ცხოვრება, ხო? და წინ ეს უკვე მეორე კარგი მედლის მეორე უკვე კარგი ხარია. არის. ახლა რომ გადავიდეთ, ესე იგი შენს როგორ თქვა, ჰობი, მომავალი ბიზნესი, ხო? როგორ ჩაეყარა ამ ყველაფერს საფუძველი? ამაზე ფიქრობდი თუ არა? აი, საქართველოში რომ იყავი და ემზადებოდიან იქ რჩევებს გაძლევდნენ აქედან, გიფიქრიოდეს მე რომ ამ არა, არ ვიფიქრია. სიმართლე რო ვთქვათ, ეხლა
და რა არის ეს ვთქვათ? კი, ვთქვათ, ეს არის ჩემი ახალი წამოწყება, ასე უწოდოთ. ჯერ მთლად ბიზნესის სახე არ აქვს მიღებული, თუმცა პროცესშია ეს ეტაპები. აქაც ისევე როგორც ყველა სფეროში, აქაც ძალიან ბევრი პროცედურებია საჭირო, სანამ ვთქვათ ბიზნესი ჩამოყალიბდება და სანამ ბიზნეს დაარქმევ, მოკლედ, ბევრი სერტიფიკატი გჭირდება, დოკუმენტაცია გჭირდება, ლიცენზიები გჭირდება, მატერიალური თანადგომა ფული გჭირდება. და შემდგომ შეგიძლია უკვე შექმნას შენი ბიზნესი. ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა, ფიქრებშიც არ მქონდა, არ ვაპირებდი საერთოდ მსგავს არაფერს. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ მე ვარ ძალიან ესეთი ტკბილავლის მოყვარული ადამიანი. კეთებაც ასე თუ ისე მეხერხებოდა საქართველოში და აქ რომ ჩამოვედი, ძალიან დიდი იმედები გამიცრუდა ამ ხრივ. იმიტომ რომ ამერიკული, არ ვიცი, ეს თავიდან უფრო მძაფრად აღვიქვამდი, მაგრამ ამერიკული არაფერი არ მომწონდა. საჭმელს გულისხმობ, კვებას გულისხმობ. კი, მეთქი არაფერი. არა, საჭმელს გულისხმობ. ყველაფერი გემური მეჩვენებოდა, ყველაფერი რაღაც უხარისხო. მე არ გეჩვენება. მე 5 წელია ასე ვარ. საქართველოსთან შედარებით იქ ახლა რაღაცა ბაზარში ნაყიდი განსაკუთრებით და ბაზრის პროდუქცია ძალიან განსხვავდება. აქაც არის ფერმერს მარკეტი, რომ ქვია. ფერმერების ბაზრობა, სადაც ორგანიკა პროდუქცია შეგიძლია. ხო, აქ უფრო რაოდენობაზე არის გათვლილი ვიდრე ხარისხზე. არის ხარისხანი პროდუქციაც არის, მაგრამ არ ვიცი რატო გემო არ აქვს მაინც ის, რაც მე მიჩვეული ვარ, რასაც მიჩვეული ვარ. მე ამას დავუდე ბეჭედი, რომ ეს ასე ჩვენთან რომ არის. ეხლა ჩემი ამერიკელი ქმარი რამდენი შევჭამდი იმდენი რომ ამბობს, რომ აუ, ეხლა საქართველოში მოვწევ. კი, აქ დაბადებულ გაზრდილით, ხო, შენ წარმოიდგინე, კი? ხო და მოკლედ აქ რომ ჩამოვედი და ეს ტკბილავლის მოყვარულმა ადამიანმა დავაგემოვნე ერთი ტორტი, მეორე ტორტი, მესამე ნამცხვარი, მეოთხე დესერტი და არაფერი არ მომეწონა. და არ მომეწონას ემატება ის, რომ აქ ყველაფერი არის ზედმეტად ტკბილი და დიდი რაოდენობის შაქრის შემცვლელი, რამდენიმეჯერ ვცადე სახლში გაკეთება. შემდგომ უკვე ბავშვი შემეძინა, იმას უკეთებდი ხოლმე პატარა. გამიტკვა ხო, მოკლედ. გამიტკვა უფრო მეტი დრო მომეცა თავისუფალი, იმას უკეთებდი ხოლმე პატარა ფოტოსესიებს, ჩემს გაკეთებულ პატარა ტორტებთან ერთად, მოკლედ მაიმუნობდი რა, ასე რომ თქვა და მე რამდენიმეჯერ უკვე ჩემს ახლობლებს, მეგობრებს გავუკეთე მათ დღესასწაულებზე ეს დესერტები და ნუ ბოლოს უახლესი ინფორმაცია რაც არის და რამაც მართლა საფუძველი ჩაუყარა ჩემს ამ ფიქრებს არის ის რომ მიმიწვეს ახლახანს ჩატარდა ვაშინგტონში ქართველი ქალი მეწარმეების ექსპო გამოფენა მოკლედ სადაც გამოიფინა ვირჯინიაში და დემი არიაში მოკლედ მერილენდში და ვირჯინიაში და ვაშინგტონში მოღვაწე ქართველების ნაწარმოებები ქალების კი ქალების ბიზნესები ასე ვთქვა ხო რასაც აწარმოებენ მოკლედ handmade ნივთები რა ანუ რასაც აწარმოებენ. შეიძლება მადლობა ორგანიზატორებს. კი, ძალიან დიდი მადლობა. საოცარი ღონისძიება იყო და აქ შემოთავაზეს მონაწილეობა რა, იცოდნენ ამ ორგანიზატორებმა, რომ მე ასე თუ ისე რაღაცა ჰობივით მქონდა ეს ხობა და მომწონდა მოკლედ ეს საქმიანობა და შემოთავაზეს აქ მონაწილეობა. მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი დიდი სიხარულით და იმხელა უკავშირი მქონდა აი ამ დღის შემდგომ და იმხელა მოწონება და აღტაცება დაიმსახურა ამ ჩემ გაკეთებულმა თქვა ტკბილაულობამ, რომ დავფიქრდი ცოტა სერიოზულად, რომ რატომაც არ უნდა ვცადო ჩემი ბედი თქვა ბიზნესში, რომელიც შეიძლება იყოს გახდეს თქვა საიდ ბიზნესი და არ იყოს ჩემ თქვა 100%-იანი საქმიანობა სამომავლოდ, კი, ჩართულობის საქმიანობა, მაგრამ რატომაც არა. და ასე დაიბადა მოკლედ Sweet Art by Nini. და follow-ით, გაყევით Instagram-ზე. ხო, ჯერ მოკლედ ძალიან ახალი ამბავია, სულ 4 კვირის ამბავია, 5 კვირის ამბავია, მოკლედ ამ ექსპოდან. იცი რა არის ნინი, კარგია რომ ახსენე რომ ამან მოგცა ბიძგი ამ Georgian Expo-მ. ქართული ქალი მეწარმეების ღონისძიება გამოფენა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განებირებული ამ არეალში, განსაკუთრებით ხა ნიუ-იორკში შეიძლება უფრო იყოს მეტი ღონისძიება და აქტივობა, მაგრამ ამ ტერიტორიაზე დედაქალაქში ხო არ გვაქვს ასეთი ღონისძიებები და მეც ძალიან გამიხარდა რომ დაიწყო და იმედია გაგრძელდება, იმიტომ რომ ერთი ძალიან ბევრი მე თვითონ ბიზნესი და ქალი მეწარმე გავიცანი და იმ ადამიანებს ვისაც უნდათ რომ უფრო გააფართოვონ თავიანთი ჰობი, აი ბიზნესი შესანიშნავი საშუალებაა.
სადეს იქ როგორ შეიძლება წარმოიჩინეს კი. ნამდვილად კარგია და კიდევ ერთხელ მართლა მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დაიწყეს ეს საქმე და იმედია რომ გაგრძელდება. მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს. მეც მართლა ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომლის არსობის შესახებაც საერთოდ ინფორმაციაც კი არ მქონდა და საერთოდ ეს ქართველების community რაც არის თქვათ საზღვარგარეთ ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ ემიგრანტებისთვის. კი ამერიკაში რომ ჩამოდიხარ ახლა თქვათ იმისთვის არ ჩამოდიხარ რომ მხოლოდ ქართველებთან კონდეს ურთიერთობა და ამ ყველაფერს წინასწარაც ეგუები და იაზრებ, მაგრამ აი აქ შენიანის არსებობა, შენი ქვეყნიდან წარმოსულის არსებობა და შენი თანამოაზრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ ძალას და ენერგიას გაძლევს. ნებისმიერი თქვა თუნდაც იგივე ესეთი საქმიანობების დროს side business-ი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პროფესიული განვითარება. და კიდევ ერთხელ აი ჩემი პოდკასტის ერთ-ერთი მიზანიც ხომ ის არის რომ წარმატება გავაზიაროთ და ესეც იმას უწყობს ხელს რომ ბევრი წარმატებული ქართველი ქალი მით უმეტეს წამოვა წინ ასპარეზზე ერთმანეთს შეგვეძლება რომ ხარი დავუჭიროთ წინ წავწიოთ ერთმანეთის ბიზნესი ხო რაღაცნაირად გავავრცელოთ და იმედია რომ ეს ერთი და სხვა მრავალი ამინ არა მარტო ქალებისთვის არა მარტო ქალებისთვის კი ნებისმიერი მსურველისთვის ნებისმიერი სქესის წარმომადგენელისთვის ძალიან კარგი იქნება და ნიჭის ზეიმი რასაც ქვია იცი რა მაინტერესებს ნირა ლიცენზიები არის საჭირო იმისთვის რომ აი ვისაც შეუძლია ასეთი რაღაცების გაკეთება ხო გამოცხობა იქნება თუ ხო, ხელსაქმიანობა ვთქვათ. ჩემ შემთხვევაში ახლა რაც არის, მაგალითად, აქ ხო, საქართველოს განსხვავებით რთულად არის საქმე. საქართველოში მაგალითად გეხერხება ცხობა, შეგიძლია გახსნა შენი Facebook გვერდი, დაიწყო ცხობა და გაყიდო უპრობლემოდ. აქ ეგრე არ არის. აქ ლიცენზიები გჭირდება. პირველი ყველაზე მარტივი საფეხური რაც არის cottage bakery, ესე ქვია, ანუ სახლის მცხოველი, ესე დავარქვა, როცა აი ვთქვათ შეგიძლია სახლში დაამზადო რაღაც გარკვეული ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს მალფუჭებად პროდუქციას, ანუ არ არის ვთქვათ გამოყენებული კრემი, შიგნით რძეზე დამზადებული ან ნაღებზე დამზადებული ან კარაქზე დამზადებული არის ხო? ხო, ჩემი ამ შემთხვევაში არის, ამიტომ მე ამ სტეპს უკვე გავწდი. ან შეგიძლია მაგალითად აი ორცხობილები დაამზადო, გრანულა დაამზადო. მარტივი რო არ იყოს ხო დამზადებული. ხო, აქ ლიცენზია არ გჭირდება, აი cottage-ში bakery-ში ლიცენზია არ გჭირდება და პირდაპირ შეგიძლია მოკლედ ეტიკეტები დაამზადო აუცილებლად, ეტიკეტი მაინც აუცილებელია. რა შეიცავს ხო? ხო, რა შეიცავს, კი, რომ ალერგენები გამოყო ინგრედიენტები შემცველი გლუტენი და ასე შემდგომ ყველაფერი აუცილებლად უნდა ახსენო და ეს შეგიძლია პირდაპირ უკვე მომხმარებლამდე მიიტანო. როდესაც გინდა უკვე უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა, მაგალითად რაც ჩემ შემთხვევაში იქნება უფრო დაამზადო მალფუჭებადი პროდუქცია და ასე შემდგომ გჭირდება უკვე ლიცენზიები, კვების უსაფრთხოების ლიცენზია, რომ ნამდვილად შენი საკვები არის უსაფრთხო, ინახება სწორად. სანამ ლიცენზიას აიღებ, ჯერ კურსიც უნდა გაიარო. ეს კურსი ონლაინია, საკმაოდ მარტივია და სავალდებულოა, ხო? სავალდებულოა კი ეს ლიცენზია, გავლილი კურსი აუცილებლად გჭირდება იმისთვის, რომ საბოლოოდ აიღო დოკუმენტი, რომ შენ აკმაყოფილებს შენი პროდუქცია აკმაყოფილებს საკვების უსაფრთხოების ნორმებს. ფასიანია კი, თუმცა ძალიან ხელმისაწვდომია დაახლოებით $30-40 ფარგლებში მერყეობს და ონლაინ არის. ერთ დღეში შეგიძლია ეს ყველაფერი მოაგვარო. უნდა ინახებოდეს შენი პროდუქცია სწორად, ცალკე მაცივარი აუცილებელია, ცალკე ადგილი, სადაც ამ ყველაფერს დაამზადებ აუცილებელია და შემდგომ თუ კომერციული სახე აქვს შენ საქმიანობას. გამახსენდა. მანანა კოიძე? კი. ანუ აღარ ჭირდებათ ეს კურსიერი ფაქტობრივად. პატარა მანანა კოიძეები ყველანი არიან და მოდიან. ეს ხო იცი მოდიან სახლში, თუ სახლში ამზადებ მოდიან და ამოწმებენ კი აუცილებლად, რომ ცალკე მაცივარი გაქვს, ცალკე დასტიკერებული გაქვს ყველაფერი. უნდა შემოუშვა. ხო, აი ეს ქალბატონი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და რასაც საქართველოში აკეთებს თავისი რესურსით და თავისი ვთქვათ ინტერესით, ანუ გადაცემა აქვს, ხო? ეს საშვილიშვილ საქმეს აკეთებს. კი. ეს აქ სახელმწიფოსგან რეგულირდება და სახელმწიფოს ყავს თავისი სპეციალური მოხელეები, პატარა მანანა კოიძეები და ეს ადამიანები დადიან და ამოწმებენ ამ ყველაფერს ხარისხს მოკლედ. ამის შემდგომ გჭირდება უკვე შენ და თუ კომერციული სახე უნდა მისცე შენ საქმიანობას, ანუ თუ გინდა რომ გაყიდო ბიზნესის დარეგისტრირება, ტაქსები რომ გადაიხადო ამერიკაში, რა თქმა უნდა, ყველამ ტაქსი უნდა გადაიხადოს. ამ ტაქსების
გადამხდელების სიაში და რეგისტრირება, კიდევ სხვადასხვა ლიცენზიების აღება და მოკლედ ამის შემდგომ შეგიძლია უკვე გახსნა შენი ასე ვთქვათ პატარა საცხობი და მე ამ პროცესში ვარ ეხლა საბუთების მოგვარების და ლიცენზიების აღების პროცესში ვარ ეხლა. მშვენიერი წარმატებები. დიდი მადლობა. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწერეთ ჩვენი ნინის ახალი წამოწყება და წარმატებები უსურვოთ. დიდი მადლობა. იცი რა მაინტერესებს ნინი? შენ როგორც მე ვიცი, აქ შეგეძინა პატარა. და ამ თემასაც რომ ასე ვთქვათ, შევეხოთ მოკლედ. საინტერესოა დარწმუნებული ვარ მათთვის, ვინც გეგმავენ აქ გადმოსვლას და ან შვილი ყავთ, ან აქ აპირებენ შვილის გაჩენას ემიგრანტები. მე პირადად ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა მომწერა, აი მან როგორ არის, ყველა საინტერესებს ხო იცი როგორ? პროცესი კი, პროცესი, ფასები აქ მშობიარე ხო ეს დეტალები რომ გითხრა თუ შეგიძლია გაგვიზიარო. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. მინდა გითხრათ, რომ მოკლედ ეს ჩემი მთლიანი პროცესი ორსულობის და მშობიარობის და ბავშვის გაჩენის ძალიან კარგად მახსოვს. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის და ძალიან მოგვარებული და ორგანიზებული პროცესია მოკლედ ამერიკაში. რასაც ვერ ვიტყვით ქართულ სიტუაციაზე. ხო, აი იქ რო აი ვთქვათ, ექიმების არჩევა გიწევს, კლინიკების არჩევა გიწევს. აქაც გიწევს, კი, როგორ არა, აქაც გიწევს, რომ აირჩიო, სად ვთქვათ, მიხვალ კონსულტაციებს ვისთან გავლით და ასე შემდგომ, მაგრამ ნუ სხვანაირი პროცესია, მოკლედ ასე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, გაგვს გეგმიური ვიზიტები, ნუ სულ თავიდან თუ დავიწყებთ, მაშინ როცა უკვე გაიგებ ორსულობის შესახებ, რეკავ ჯერ პირველ რიგში. მოდი, მეგობრებო, თავიდან მოდი იმას ვახსენებ, რომ გჭირდება ჯერ დასვევა. დასვევის გარეშე ამერიკაში ვერაფერს ვერ გააკეთებ, ჯანმრთელო. თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვათ ლეგალურად არიან, ან გარკვეული შემოსავალი აქვთ, აი თქვათ ჩემს შემთხვევაში როგორც იყო, დაზღვევა ყველა ადამიანს, ვინც თქვათ მუშაობს და დასაქმებულია, აუცილებლად უნდა გქონდეს. ამას უზრუნველყოფს შენი დამსაქმებელი და იმასთან ერთად რომ დამსაქმებელი ციხდის გარკვეულ პროცენტს შენ დაზღვევაში, შენს ყოველთვიურად ყოველი ხელფასიდან დაზღვევის ფული ავტომატურად გეჭრება. ანუ დაზღვევა თუ არ გაქვს ვერ იმუშავებ, ასე რომ ვთქვათ. და გააჩნია დაზღვევის, ახლა ისე როგორც საქართველოში წესია, არსებობს სხვადასხვა პაკეტები დაზღვევის და იმის მიხედვით თუ რა პაკეტი გაქვს, უკვე სხვადასხვა დაფინანსება გექნება ამა თუ იმ პროცედურაზე სხვადასხვა კლინიკაში. აი დაახლოებით ბუნებრივი მშობიარობა რა ჭდება ამერიკაში? ჩემს შემთხვევაში იმ კლინიკაში, სადაც მე ვიმშობიარე, ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი ყველანაირი გართულების გარეშე მერყეობდა დაახლოებით 15,000-დან ზემოთ, თქვა $17,000-მდე. დაზღვევით? ანუ ეს არის ფასი. დაზღვევით ამდენის გადახდა არ გიწევს. დაზღვევით? დაზღვევის გარეშე არა, ანუ დაზღვევა ხო გაქვს და კი. ეს იყო მთლიანი ღირებულება, ასე ვთქვათ, ეს იყო კი, ეს არის რაც შენ გადაიხადე. არა, ეს იყო მთლიანი ღირებულება. მე გადავიხადე ამ 17,000-დან დაახლოებით $3,500, რომელიც დანარჩენი ანუ ნაწილი დაფარა დაზღვევა, მაგრამ დაზღვევაში ხა ჩემს შემთხვევაში მაგალითად მე პირადად ამ თუ საინტერესო იქნება ვიტყვი $700 ვიხდით მაგალითად ჩვენ თვეში. ეს საკმაოდ ბევრია. ნუ ყველა შენი ოჯახის წევრები 3. სამი, კი, 3 და არის ნუ ეს შედარებით უფრო მაღალი პაკეტის დაზღვევა. არსებობს უფრო იაფასიანებიც, არსებობს ნაკლებად, მაგრამ ამიტომაც არ მოგიწია შენ ბევრის გადახდა. კი, რომ დაზღვევა მქონდა შედარებით უფრო მაღალფასიანი. ხო, რაც შეეხება ახლა მთლიან პროცესს, ამ დაზღვევის ბენეფიციარ კლინიკაში მიდიხარ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც გაიგებ, რომ ორსულად ხარ, გაქვს აქაც ჩვეულებრივად გეგმიური ვიზიტები, იგივე რაც საქართველოშია, თუმცა ვადები არის განსხვავებული. აქ ნაკლებად უფრო თქვათ ნაკლებად აკეთებენ ულტრაბგერებს, ეხოსკოპიებს, ასე რომ თქვათ საქართველოში ვიცი რომ იქ თითქმის ყოველ ვიზიტზე ორსულს უტარდება ეხოსკოპია იმისთვის რომ შეაფასონ თქვათ ნაყოფის განვითარება, ზრდა და ასე შემდგომ. აქ ნაკლებად ინვაზიური პროცედურებია. კი გიკეთდება რა თქმა უნდა ანალიზები და ეს ძალიან კარგია და საქართველოში სამწუხაროდ არც ისე ხელმისაწვდომი და არც ისე გავრცელებულია ეს ყველაფერი. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად პირველივე ვიზიტზე ჩამიტარდა ჯერ გამოიკვლეს, რა თქმა უნდა, ანამნეზის შეკრებას და მას შემდეგ ჩამიტარდა სპეციალური გენეტიკური გამოკვლევები, გენეტიკური ანალიზები. ბავშვის სქესიც კი პირველივე ვიზიტზე გავიგეთ უკვე გენეტიკური ანალიზით, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. არ დაულობდებივართ, თქვათ, ნაყოფის გაზრდას, იმდენამდე რომ ულტრა გერაზე გამოჩენილიყო. ნინი, იცი რა მაინტერესებს? დაახლოებით იგივე ფასები არის
საკეისროსთან დაკავშირებითაც შემთხვევაშიც თუ როგორ არის? არა, საკეისროს შემთხვევაში ფასებიც გაცილებით მეტია. თუ თქვათ ფიზიოლოგიური მშობიარობა დაახლოებით $15,000-დან იწყება, საკეისროს შემთხვევაში შეიძლება ეს $25,000-დან იწყებოდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის მაინც კლინიკაზე, ანუ იმ ადგილზე, სადაც თქვათ ხორციელდება ეს პროცედურა. მაგრამ საშუალო სტატისტიკური ფასები მოკლედ ჩვენს რეგიონში ყოველ შემთხვევაში 100-ია, $15,000-დან. საკმაოდ ძვირად ღირებულია, თუმცა ხო, აი დაზღვევა აუცილებლად უნდა გქონდეთ. კი, თუ აპირებთ ამ პროცესების გავლას ამერიკაში. კი, და ეს მარტო ასე ვთქვათ, მშობიარობაზე არ არის, აი ნებისმიერი პროცედურა, იქიდან ვიზიტი იქნება ეს თუ აი დაახლოებით მაგალითად ულტრაბგერა, ეხოსკოპიის გადაღება ხო, ერთ-ერთი რომელიც ჩემ შემთხვევაში იყო არაგეგმიური, მისი ფასი დაახლოებით არის $350. ერთი ეხოსკოპია, რომელიც დაახლოებით 10 წუთია სულ. ვიზიტებიც ასე, დაახლოებით $200-250. ამიტომ თუ დაზღვევა არ გაქვთ, მოკლედ ამ ყველაფრის თქვენი ჯიბიდან გადახდა მოგიწევთ და არ ვიცი, არც ისე სასიამოვნო იქნება ალბათ. კი, ძალიან რთულია მართლა. ეხლა ყველანაირი ბილი მოქვს ნანახი, რაც შეიძლება არსებობდეს ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და ისეთი თანხებთან არის დაკავშირებული. თუ რამე ღმერთმა არ ქნას, მაგრამ MRI ასე შემდეგ ყველაფერი გართულება თუ მოყვა. შეუძლებელი ამერიკაში დაზღვევის გარეშე იყო ადამიანი ერთმა მკითხა რომ აბა როგორ აკეთებენ ვიცი რომ ძალიან ბევრმა მშობიარა და არაფერი არ გადავხვდეთ. ნუ ხა ესე შეიძლება ბილი მოგივიდეს სახლში და შენ არ გადაიხადო, გასაგებია, მაგრამ ახლა ამას მე რა მოყვება უკვე ეს ხო სხვა საკითხია. შესაბამისად იცოდეთ რომ ამერიკაში არავინ არაფერს არ გაგიკეთებთ ისე თუ ძალიან ბევრი თანხა არ გადაიხადეთ სამედიცინო სფეროში. ვისაც აინტერესებს. კი. ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირება და ამიტომ ჩემი ერთ-ერთი რჩევაც იქნება ადამიანი თუ ემზადება აქ ჩამოსასვლელად, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოს, დაზღვევის საკითხი აუცილებლად გაითვალისწინოს. შეიძლება ახლა მაშინვე აქ მუშაობა არ დაიწყო, ან ვერ დაიწყო, მაგრამ აი ექიმთან ვიზიტი თუ დაგჭირდა, მოკლედ უკვე დიდ თანხებზე ადის და არ აუცილებელი დაზღვევის გასაკეთებლად რომ მუშაობდე, შეგიძლიათ ისედაც დაზღვევა იქონიოთ, ჯანმრთელობის დაზღვევა. იცი რა მინდოდა მეხსენებინა ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აი იმ წუთას შეიძლება არ ქონდეთ მართლა ან დაზღვევა, ან შეიძლება ქონდეთ დაზღვევა, მაგრამ მაინც იმის გარდა ხო შენ ხო co-payment უნდა გააკეთო. არ ქონდეთ ამის თანხა, მეც რომ სტუდენტი ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ მქონდა დაზღვევა, მაინც თითოეული ვიზიტი იმდენი ჭდებოდა რომ ფიზიკურად სტუდენტს არ გაქვს ხო ეს ამდენი თანხა და მაგ ადამიანებისთვის მინდა პატარა ასეთი ინფორმაცია მივაწოდოთ რომ არის უფასო კლინიკები, free clinics მე მგონი ყველა შტატში უნდა იყოს. ახლა მე სადაც მიცხოვრია იმ შტატებში არის ყოველ შემთხვევაში ვირჯინიაშიც არის, ორეგონში, დარწმუნებული ვარ ყველგან არის. შეიძლება ახლოს არ იყოს თქვენთან, მაგრამ არის უფასო კლინიკები. თუ Google-ში ჩაწერთ მოკლედ უფასო კლინიკები, ხო? დიახ, ლოკაციებს მიიღებთ ამას, კი, ხო, მიიღებთ. არის უფრო შეღავათიანი მომსახურებები, კი, და შესაბამისად მიაკითხეთ ხოლმე მაინც ამ კლინიკებს და სასოწარკვეთაში არ ჩავარდეთ ახლა მაინც ხო საუბრის შემდეგ რომ რა ვქნათ. და ბარემთამთ აქვე ვახსენებ, მოდი, რომ აქ ამერიკაში ვთქვათ თუ მოგივიდათ რაღაცა $20,000-იანი ბილი, ვთქვათ საკეისრო კვეთის შემდგომ, ხო, ანუ გადასახდელი ქვით არის. შეგიძლიათ მოითხოვოთ ნაწილ-ნაწილ გადახდა, გადავადება, რამოდენიმე ვთქვათ წელზე იქნება თუ თვეზე იქნება და ნელ-ნელა $300 $500 ესე დაფაროთ. ეს ახლა 20,000 ცოტა ისე დიდი თანხაა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ რაღაცა ღმერთმა არ ქნას, მაგრამ უბედური შემთხვევა მოხდეს და უცბად რენტგენი დაგჭირდეთ და არ გქონდეთ ვთქვათ ეს რენტგენისთვის განკუთვნილი $1,000 თუ რამდენიც იქნება. შეგიძლიათ ეს მოითხოვოთ გადავადება, გადანაწილება და ნელ-ნელა მოკლედ გადაიხადოთ. ინფორმაცია რომ გქონდეთ ამასთან დაკავშირებით. ამერიკა არის მთლიანად ადამიანზე და კი, ადამიანზე რომ ხო და არის ადამიანზე მორგებული კი. და აქ ყველაზე მეტად მართლა ღირებული არის ადამიანი რაღაც ინფორმაციას მოგაწვდის და ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, ესეც ძალიან კარგი რჩევა. ასევე შეგიძლიათ dispute გააკეთოთ თქვენი ბილის. ანუ თქვენ რაც მოგივიდათ ეს ხო გადასახადი, შეგიძლიათ ეს
გაარჩიოთ, ასე ვთქვათ, დაურეკოთ დეპარტამენტს, სპეციალურ billing department დაურეკოთ და კითხოთ, მოსთხოვოთ სრული ამონაწერი, რაში რა დაგჩარჯეს, რამდენი გადაგახტევინეს, რატომ, როგორ და ამის მიხედვით შეიძლება ჩამოვიდეს პროცედურების გადახდაზე. კი ბატონო და ჩამოვიდეს რაღაც კონკრეტულ ოდენობამდე. რა თქმა უნდა, ყველა შტატს აქვს თავისი, ეს არის კანონებით არის გაწერილი რა და როგორ რისი უფლება აქვს, კიდევ რამდენი უნდა დაგვილონ, მაგრამ მაინც ყოველთვის ცადეთ ხოლმე მოლაპარაკება billing department-ში, სანამ წყვეტილებას რომ გადაიხადოთ ან არ გადაიხადოთ, ხო? არ გადახდა ეს ყველაზე ცუდი შემთხვევა იქნება. ნინი, იცი რა მაინტერესებს, ასე ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, სამი რჩევა, რასაც მისცემდი ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ვისაც უნდა, ან უკვე გადმოსული არის ამერიკაში საცხოვრებლად, სასწავლებლად, უბრალოდ ვიზიტისთვის შეიძლება მოკლე გრძელვადიანი. რას ურჩევდი? სამი მოკლე ესეთი პრაქტიკული რჩევა. კი ბატონო, ნუ ეხლა მე ჯერჯერობით ემიგრაციის დიდხნიანი გამოცდილება არ მაქვს და ესე რჩევებს დიდხნიანი გამოცდილების გადმოსახედით ვერ გავცემ, მაგრამ მე პირადად რაც გამომადგებოდა და რაც გამომადგა კიდევაც ამ რჩევებს მოგცემთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველაზე მინიმალური და ბანალური ენა კომუნიკაციისთვის, არა მარტო კომუნიკაციისთვის. როდესაც ადამიანი თქვა, მით უმეტეს როცა გეგმავ, საზღვარგარეთ იქნება ეს ამერიკა, ევროპა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, სადაც გეგმავ იმიგრირებას, აუცილებლად ეცადეთ, რომ იმ ქვეყნის შესაბამისი ენა გარკვეულ დონეზე მაინც ისწავლოთ. და ამის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს უკვე ბოლო-ბოლო ინტერნეტი და ტელეფონი. ანუ ის რომ თქვათ ინგლისურის მასწავლებელი არ ყავთ, არ არის გასამართლებელი. მეორე იქნება ის რომ წინასწარ დაგეგმოთ თქვენი დაახლოებითი გზა, რის გაკეთებას აპირებთ, როგორ აპირებთ და ამაზე წინასწარ გარკვეული ინფორმაცია მაინც მოიძიოთ და ესეც სავსებით შესაძლებელია უკვე ისე არის განვითარებული ეს ინტერნეტ სამყარო, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლია ვთქვათ კომუნიკაციით, შენთვის საჭირო ინფორმაცია ასე თუ ისე მიიღო. და მესამე ეს იქნება ის, რომ ძალიან დიდ იმედებს და წარმოდგენებს ნუ შეიქმნით, რომ შემდგომ ეს იმედები არ გაგიცრუვდეთ და მოტივაცია ბოლომდე არ დაეცეს. ეცადეთ რომ მზად იყოთ უარესისთვის, იმიტომ რომ ემიგრაცია არ არის ესეთი მარტივი და ხო, ვარდზე აწყობილი გზა, კი ამერიკაში ემიგრაცია. ამიტომ ძალიან დიდ წარმოდგენებსაც ნუ შეიქმნით. მოემზადეთ ძალიან დიდი წვალებისთვის, გარჯისთვის, რესურსების ჩადებისთვის და რა თქმა უნდა შემდგომ ეს ყველაფერი დაგიფასდებათ. მეოთხე რჩევას დავამატებთ, ამთას პოდკასტებს უყურეთ ხოლმე და ძალიან კარგ რჩევებს მიიღებთ ამ პოდკასტებიდან. თქვენი იმიგრაციის გასამარტივებლად. იმედია დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ასე თქვათ პატარა მოტივაცია სჭირდებათ, რაღაც ინფორმაცია კონკრეტული და ამას არავინ არ აწუდის. ხო, სამწუხაროდ კი. ხო, ხარდაჭერა არ აქვს თავიანთი, ხო, ემიგრანტი მეგობრებისგან თუ ასე შემდეგ. იმედია რომ ჩემი პოდკასტი, ჩვენი სტუმრები გარკვეულ კონკრეტულ და ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ, შეგიმსუბუქებთ გზას. ან უბრალოდ იმას მაინც იტყვით, რომ აი მარტო არ ვარ და სხვაც ასე ჩემსავით გადის. ჩემნაირი გზა გაუვლია სხვასაც. ან გაუვლია და მე შემიძლია იქ აღმოჩნდე, სადაც ისინი არიან. ძალიან დიდი მადლობა ნინი, რომ გაგვიზიარე გულწრფელად ჩემი გამოცდილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს დაინტერესებულ ადამიანებს, სხვებსაც ძალიან გამოადგებათ ის თემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. მადლობა, არ დაგავიწყეთ ჩვენი არხის გამოწერა. მადლობა ყველას. მადლობა.